ჩვენთან ერთად იმყოფება თქვენი პირადი კოუჩი კახი ლობჟანიძე და დღეს თავისი რუბრიკის ფარგლებში გვესაუბრება ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცის შესახებ. ეს არის ტექნიკა, რომელიც და ახლა შემოვკეთ გააგრძელოთ. კარგად დილით ისეთი ანონსი იყო, რომ აი მართლა მიორმაგდება ხოლმე, რომ გისმენთ, მოტი აი წარმოუდგენელი დილით არ მოგისმენთ, ისე მოვიდე და თავის ეფექტებით და სარკებით ასე შემდეგ ძალიან მომეწონა. ესე იგი დღევანდელ დღეს ვისაუბრებთ ეიზენჰაუერის ეფექტზე. პირველ რიგში შეგეთებით თუ იცით ვინ არის ეიზენჰაუერი, თუ გაგიკიათ. ეიზენჰაუერი ვიცით, ვინც არის, რა იცის მაგ რა შუაშიაო, ხო? ეიზენჰაუერი იყო ამერიკის 34 პრეზიდენტი, რომელიც გამოირჩეოდა მისი ყველაზე მოწესრიგებულობით და ის გახდა ცნობილი ამერიკის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული პრეზიდენტი თავის საქმეებში. არც ისე ძლიერი სხვათა შორის. ხო, ანუ ისეთ პერიოდში იყო, ხო, ანუ არა ისე ცნობილი, ოღონდ აი საქმეებში და მოწესრიგებულობაში და ტაიმ მენეჯმენტში და პროდუქტიულობაში მოკლედ ძალიან ცნობილი იყო და ეს ამ კუთხით ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებდა და სწორედ მის საპატივცემულოდ შეიქმნა ეს ტექნიკა, ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა. მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტექნიკა. ძალიან. აი რაში გვეხმარება ხე რეალურად. დღესდღეობით ხო, გვაქვს უამრავი გამოწვევა, გვაქვს უამრავი საქმე, გვაქვს ზოგი მნიშვნელოვანი საქმე, ზოგი უმნიშვნელოვანი საქმე და ყოველთვის ვართ საქმიანობაში. ამ საქმიანობის პროცესში ჩვენ გზა და გზა ვახწევთ წარმატებას, გარკვეულ წარმატებას, ხო? მაგრამ ყოველთვის შეიძლება დაყვებოდეს უკმაყოფილების ან კმაყოფილების განცდა. აი ის თუ ჩვენ არ გვაქვს მოწესრიგებული დროის მენეჯმენტი პირობითად, ანუ ვერ ვგრძნობთ თავს პროდუქტიულად, აი ეს იწვევს უკმაყოფილებას. და ეს ჩვენ ეკრანზე ხედავთ თვითონ ეიზენჰაუერის და მისი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი გამონათქვამია, ის ამბობდა, რომ ადამიანებს გვაქვს ორი სახის საქმეები. ერთი სახის მნიშვნელოვანი და ერთი სახის გადაუდებელი. ის რაც მნიშვნელოვანია, ძალიან იშვიათად არის გადაუდებელი და რაც გადაუდებელია, ის იშვიათად არის მნიშვნელოვანი. და ჩვენ რო გავარკვიოთ, ეხლა რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა არის გადაუდებელი და რა არის მნიშვნელოვანი და ასევე რის გადადება შეგვიძლია, დღეს გვეხმარება. ადამიანებისთვის რა არის მნიშვნელოვანი რა ნაკლებად? ძალიან რთული, არა რთულია, ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი ჩვენ ეხლა ტექნიკაზე როცა გვაქვს ბევრი დრო, ვაკეთებთ ხოლმე მაგალითად აი 40 წუთი შეიძლება ჩამოვთვალოთ 40-50 საქმე და იქედან 10-20 ისეთი საქმე გამოვიდეს, რომელიც აი საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ყოველდღიურ ეტაპზე იყოს რაღაც საქმიანობაში ჩართული. დღეს ნიკას ჯერი იქნება, რა თქმა უნდა ეს თემა შემთხვევით არ შეირჩა, ჩვენ მივუყვებით ტაიმ მენეჯმენტს, ადრე თუ გვიანთ, არწმუნებული ვარ ამას დავალაგებთ. ერთ-ერთი დავალაგებ მაგას. შენ დროის მენეჯმენტი, კი, აუცილებლად. შენ თუ აი მაკომ ძალიან კარგად აღნიშნავ, თუ მიიღებ, ხო, აი დილით და თუ გამოყვები, მიიღებ და ყველაფერს თუ ეფექტს, ხო, ეფექტს, ნიკას ეფექტი იქნება მერე. და ეიზენჰაუერის ეფექტს გამოიყენებ. მიემატება ეფექტი. ერთ-ერთი წამოყევი ახლა და ჩამოვთვალოთ, აი თუ გინდა ერთი დღის, თუ გინდა ერთი კვირის, ან შეიძლება თუ გავიჭედეთ ცოტა უფრო მეტი დროის რაღაც საქმეები, რაც გასაკეთებელი. აი მომავალში რაც გახსენდება. ბოდიში რომ ვეჩრები ახლა ვიცი რომ უადგილო არის, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს. ნოუთებს არ ხმარობ? აი ნოუთი მაგალითად ტელეფონში ყველა smartphone-ს აქვს, შეგიძლია ჩაწერო შენი დღის განრიგი. აი რა გეგმები გაქვს? ისე შევცვლი იმ ნოუთებს როგორც დაგიბარე, ჯერ ჩამიწერია, მაგრამ არ ვკითხულობ მე, მავიწყდება იმის დაკითხვა. ეგ ერთი. მეორე რაც შეეხება ეხლა დროის მენეჯმენტს, ჩემთვის ყველაზე რთული არის ეხლა ჩამოვთვალო ის საქმეები, რისი გაკეთებაც მინდა დავუშვათ და ან აუცილებელია რომ გავაკეთო, იმიტომ რომ დღის დასაწყისშიც კი არ ვიცი ხოლმე რა მინდა. აი ზოგადი რო ჩამოვთვალოთ, აი ზოგადი 5. აი ეხლა წაყევი შენ თავს, წავე მე კი არ წამოვყავ, აი შენ თავს წაყევი 5 რაღაც ჩამოვთვალოთ ან 6. პირველ რიგში დრო დაუთმო იმ ჰობის, რითიც ვარ გატაცებული, რომელიც მნიშვნელოვანია და ხო. ეგ ჰობი არ არის პროფესია. აი ეხლა ეგ მეორე არის რომ ეს ჰობი გადავიყვანო ბიზნესში. ძალიან მაგარი. აი შეგიძლია პარალის წიგნებით. იკიგაისთან ახლოს ხო საზაშორის ამით. ჰობი ბიზნესი. შემდეგი? ტელევიზია. ტელევიზიაში რა ვერ მოახერხე ხა? ტელევიზიაში რაღაც ახალია გასაკეთებელი, რაღაც ზეცება. გავალ ბოლოში და ჯანსაღის ხოვრების წესი ვარჯიში მინდა რომ დავიწყო ძალიან. თავარია რომ აღჭურვილობა ნაყიდია, ეს მნიშვნელოვანი დაბიჯია რა. სახლი ალბათ მოსილებიდან გამომდინარე. სახლი? ბინა ახალი სახლი. ნუ სახლი, ოჯახი, სახლის პრობლემები. მეგობრების კეთილდღეობა არ არის? მეგობრები ორჯერ დაწერე რა. მეგობრები. კი. თავში და ბოლოში. ჩემო მეგობრებო. ანუ თერაპევტ პარასკევი. შეიძლება ისეთი, ანუ არამნიშვნელოვანი იყოს და უბრალოდ აი გახსენდება რომ რაღაც ნებისმიერი შეიძლება რაღაც გადასახდელი, შეიძლება ჯარიმაა გადასახდელი. ანუ ის ყოველდღიურობაში ძალიან გუშლის, თუნდაც დღის განმავლობაში რაღაცაზე ფიქს, შეიძლება უბრალოდ დღის განმავლობაში რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი გავაკეთოთ და დღის ბოლოს ვიყოთ უკმაყოფილო. აი რამე ისეთი გახსენდება, რაც აი თუნდაც უნიშნელო იყოს, მანქანა გასაკეთებელი ან რაღაცა წასაყვანი ან გამოსაცვლელი ან ასე შემდეგ.
ან გასარეცხი. ანუ ნუ ხა ეგ შეერთად ხდება ძალიან. გასარეცხი, ცოცხლე. გაგირეცხავ თუ გინდა. კარგი, მოდი გასარეცხი და სულ. კარგი, ეხლა ნახე როგორ მანაწილეთ, ეხლა მაგალითს ვაკეთებთ. ჩვენი მაყურებელი შეუძლია რომ მაგათ ერთი ბრწელი აიღოს ალბათ შეიძლება უკვე აღებულიც აქვს. ანუ ჩვენ იმიტომ რომ ძალიან კარგი მივადექით და გართობა დასვენება არა? თუ შენ მეტყვი კი, თუ დასასვენე უნდა დაისვენო კი, შენ თუ ფიქრობ. დასვენებაც აუცილებელია. მანქანის გარეთ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დასვენება, იმიტომ რომ თითქმის არასდროს არ ვისვენებ ხოლმე. კიდე ხო და დასვენებაში გამოყო მაგალითად. მე დაამატე კიდე არა 7. კარგი. ეხლა ჩვენ ვიღებთ ფურცელს და 4 ნაწილად ყოფს და ეხლა ვანაწილებთ ის რაც მნიშვნელოვანია და რაც უმნიშვნელოა, რაც სასწრაფოა, რაც ვერ გადავდებთ და რის გადადებად შეგვიძლია, ან რაც არა სასწრაფო. ნახე, პირველი რაც მნიშვნელოვანია და ასევე გადაუდებელია, ის ყოველთვის ხდება პირველ ეტაპზე, რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ და მიუთითოთ თან თარიღი, როდის გავაკეთოთ. აი ამ ჩამონაცვლიდან რომელია ის, რაც ყველაზე სწრაფად არის გასაკეთებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰობი, ტელევიზია, ჯანსაღწევრება, სახლი, მეგობრები, მაგალითად გასაეცხო მანქანა და დასვენება. რომელიც მოხდება პირველ კვადრატში. პირველი იზოლებული ვარ რომ მეორე ვთქვა, იმიტომ რომ სამსახურიდან გამიშაბერი ვარ თქვა. პირველი, მეორე. თუ შეიძლება დააგიხსნათ ახლობთ როგორ არის და მე გადავანაწილოთ. ანუ მეორეში შედის ის, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ სასწრაფო არ არის. შეგვიძლია დროებით გადავდოთ და შვიდად დავგეგმოთ და კონკრეტული თარიღი მივუწოდოთ. აქედან რომელია ის, რაც დროებით შეიძლება გადაიღოს. მანქანის გარეცხვა მართლაც ყველაზე დასვენება. აი აქ არის ის, რაც იგეგმება და შენ იგივე ნოუთში ან სადმე შენ გონებაში გეგმავ. ეს არის დასვენება და გასაეცხო დასვენება, მარტო დასვენება. კარგი. მესამე. რაღაცებს არ უწერ ხოლმე ნოუთებში რომ დავისვენო ოღონდ. იცი ერთხელ მოდელს რო გააკეთებ. არა, სულ ვაკეთებ და ყოველდღიურად მაქვს to do list-ი, ესე უხეშად რო თქვა და ყოველთვის მიწერია რა მაქვს დღის მანძილზე გასაკეთებელი. ანუ იქ ვარ წასასვლელი, ეს მაქვს საყიდელი, იქ უნდა მივიდე. ზუსტად ვიცი რომ მაქედან 1-4 პუნქტი იქნება ვაჭამო ქუჩის დაღლებს. ეგეც არის რა თქმა უნდა და ყველაფერს მე ისე დავაწუნვანი ამ ბოლო დროს დაძინების დროს მიწერია საღამოს. რო აი ხოლმე მოვიზა დაძინების და დასვენების დღეს მიწერია კვირას რომ მაგალითად დავიწყო. მესამე გადავდივართ უკვე უმნიშვნელოზე, რაღაცა უმნიშვნელო, არ ნიშნავს რომ უნდა გავაკეთო. უმნიშვნელო აბსოლუტურად. აი უმნიშვნელო ეს არ გავიგოთ, უმნიშვნელოა. შეიძლება აი ისეთი სასწრაფო და უმნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ გასაკეთებელია, აუცილებლად გასაკეთებელია. ოღონდ შეიძლება ჩვენ არ გავაკეთოთ და სხვას დავავალოთ. აი მაგალითად გასაეცხი რაღაც გამაქცევა. შეიძლება ვინმე გუნდის წევს ან თანამშრომელს ან გამოვიძახოთ და ამის გამო დრო აღარ დავკარგოთ. მესამე რა გვიწერია? მესამე არის ჯანსაღი ცხოვრება. ჯანსაღი ცხოვრება სხვას ალბათ ვერ დავავალოთ, აქედან ალბათ გასაეცხი მეგობრებს სხვა ვენახოს. გასაეცხი ამავე. ანუ ეს უკვე ესეთი მსგავსი რაღაცები მოხდება ყოველთვის მესამეში და დროის მენეჯმენტის დაორგანიზება. სხვას დაავალო, ხო იქნება ეს გუნდის წევრი თუ მეგობარი თუ ახლობელი, შეიძლება ოჯახის წევრი, რაც შენ თავზე შეიძლება არ აიღო და გადაუნაწილო, იმიტომ რომ იმ მომენტში შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი და სასწრაფო რაღაც კონდეს გასაკეთებელი. და მეოთხე არის ის რაც აუცილებლად თავიდან უნდა მოვიშოროთ. აქ შეიძლება ისეთი არ ჩამოგვიწვრია და არ მოხვედრილა, ანუ არის რაღაც საქმეები, რომელსაც მაინც ვაკეთებთ. არის მაგალითად ის, რომ მაგალითად ჩვევა, რომ ადამიანები მიდიან და პირობითად ბანკში იხდიან ისო გადასახადს. როდესაც ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ მაგალითად მობაილ ბანკი უბრალოდ 1-5 წუთი გვინდა რომ მივიდეთ, დავაინტეგრიროთ და გამოვიყენოთ. აი ესეთი ჩვევები, ან ესეთი საქმეები, რომელიც თან შეგვიძლია გადავდოთ, თან უმნიშვნელოა ხდება მეოთხე. ისე როგორც შეგვიძლია თავიდან მოვიშოროთ. უბრალოდ თავიდან მოსაშორებელი არ დავწერეთ ეხლა მანდ. უმნიშვნელოა თავიდან აქ არ მოხდება ხო თუ რეალურად აი ყველაფერს რასაც ვთვლით და ზოგადად როცა ჩამოვთვლით იქედან აუცილებლად მოხდება ესეთი რაღაცები რაც რეალურად ჩვენ უნდა მოვიშოროთ თავიდან და იმ მომენტში სადაც არ გასაკეთებელი. მოდი ახლა რაც დარჩა ის გადავანაწილოთ მაგალითად სახლი რომელს ხდება ის რაც უნდა მნიშვნელოვანია და თან ვერ გადადებ მნიშვნელოვანი არის თუ დაგეგმა შეგიძლია და ცოტა გადადება შეგიძლია ანუ სასწრაფო მაგალითად ერთ კვირაში უნდა გააკეთო ის გადადება შეგიძლია აი აქ შეგიძლია დავგეგმოთ და მაშინ როდის დავგეგმავთ აი ეს ვთქვათ როდის შეიძლება როდის მიცე მაქსიმალურ თარიღს დედლაინს შენ თავს ეგ რო ვიცოდე ეგ რო ვიცოდე აი მოიფიქრე დაახლოებით შეიძლება დედლაინი მივცე და იმაში ვერ ჩაჯდე მაგრამ ჯობია ვიცოდეთ რომ მაგალითად სახლის საქმეები მოდი ვთქვათ 2 კვირა time management-ს მითხარი ერთ კვირაში დავალაგებო ისეთი 2 კვირა ხო არა რა დავალაგებო time management დავალაგე ერთ კვირაში ესეთი 2 კვირა ხო არა ეს გავარმაგებული ნამდვილი 2 კვირა არა მგონია მე მგონია ეს 2 წელი უფრო არის ვიდრე 2 კვირა კარგი ესეც აქ მოხდა მეგობრები რომელს ხდება ისაც მნიშვნელოვანია და დაგეგმა შეგიძლია გადაგება მნიშვნელოვანია კაი აი როგორ შეცვლი ამ ფაქტს აი როგორ შემოიტან მეგობრებს შენ აი რა როგორ მენეჯმენტს რო ვისწავლი მე მეგობრებსაც მექნება დრო რომ მიიღება მეგობრების მაშინ ესე კითხავ აი რამდენი ხანი გჭირდება მაგალითად კვირაში მეგობრებისთვის
აუ არ ვიცი. სანდრას უნდა რაღაცის თქმა მოდი. მე გიხსენე მას. ისა ამაზე გამახსენდა ერთი ისტორია, გუშინ მკითხულობდი, ანუ time management-ზე ესე იგი ერთი კაცი იჯდა ბიბლიოთეკაში, რეალური ისტორია და უცებ დაიწყო ტირილი, 5 წუთის განმავლობაში ტიროდაო, საქმე გააჩერა, უცებ ტელეფონზე მაგვიძა რომ დაურეკა, ტაიმერმა გააჩერა ტაიმერი, შეწყვიტა ტირილი და განაგზო თავის საქმე, ანუ იმდენად დაორგანიზებული ქონდა თავისი ტირილისთვის დაახლოებით 5 წუთი ქონდა გამოყოფილი. ხო და რას მოყოლა ხა ეს ყველაფერი. ესე არ ეგეთი ჩემთვის არის, აი გავწეროთ ტირილი. ესეთი ცხოვრება ჩემთვის არის. სიცილო გადმოხედავს, ხო იცი, ბანიდან ეზოში ქათმებს და ესე არ მომაშიაო, იგივე იქნება ჩემთვის. მეგობრებო, შეიძლება 2 საათი. 2 საათი. 2 საათი. დაუბრუნდეთ კახის. 2 საათი. როდის გამონახო ამ 2 საათს? აი მეგობრებისთვის 2 საათი? ხო, 2 საათი თქვი, რამდენი მაშინ? 5. 5 საათი. ხუთობა სადღაც. აი პირველად როდის გამონახო ამ 5 საათს? აი რა უყურებ შემდეგ კვირას, მომავალ კვირას. სადღაც აი კვირა დღეს, ან დასვენების დღეს. ხედავ სადმე 5 საათს? ერთი ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი უკვე ბოლო 1 თვეა მეხვეწება სადმე ვივახშმოთ, აი 1 თვეა. აი დღეს დაურეკავ და შევთანხმდები და დაუნიშნავ ახლა, მაგრამ სანამ დაიკეტა ყველაფერი. პირეთერში ხარ არ დაგავიწყე. ხო, აი ახლა შენ მეგობარიც გიყურებს და ელოდება რომ ჩანიშნო და გამოყო 5 თვე 3 საათი მინიმუმ. ვაჟა სამშაბათს. სამშაბათს რომელ საათზე? უთხარი და ის მოიცლის. 1 საათი. ხო, სამშაბათი. აი ეს. გასაკეთე. ყველაფერი დაუწყავს. მესამე დაგჭა მარტო ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს ვიცით რომ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამის სასწრაფო დასაწყებია უნდა გავაკეთოთ. სასწრაფო დასაწყებია. მაშინ ხდება პირველ ეტაპზე და როდის იწყებ მაშინ? მეგობრებს შეხვედრაზე ვაჟა, იქ ანანო ყველა. შენ ამას შენი თავისთვის უნდა აკეთებდე და სამშაბათს იწყებ ჯანსაღი ცხოვრება? იქიდან მივდივარი ჯიმში. კი. რომელ საათზე მიდიხარ სამშაბათს შეხვედრაზე? პირველზე. არა, შეხვედრაზე არის. ჯიმში მივდივარ პირველზე. დილით. და მე მიდიხარ მეგობრებთან. მე მივდივარ მეგობრებს. სხვათა შორის მე და 9-მდე უნდა მოვასწრებ და 9-ზე იკეთება. ვარჯიშობთ ხოლმე. ანუ ეხლა პირდები, აი თელ მაყურებელ საქართველოს პირდები, რომ ამ ყველაფერს მინიმუმ ნახევარს მაინც მინიმუმ გასაკეთებელს მაინც გააკეთებ? ანუ ჰობის დღეს ეს ნამდვილად ეხლა ესეთი პირობები თუ დამადებინე პირდაპირ ეთერში მიაღწევ შედეგს აბარასი ჩვენ სხვა გვინდა ყველას მე პირობა შედეგს საყვარელო რა აუცილებლად მე ვიქები თუ არა აი მე მგონი ცოტა ხანში უკვე ბულინგი პირდაპირ ეთერში ჩვენ მოდი ნიკაზე გავაკეთოთ რეალიტი შოუ. აუცილებლად მივყვეთ ხო აი ძალიან საინტერესოა კოუჩინგ რეალიტი შოუ ძალიან მაგარი ისე და ეხლა როგორ ცვლიან ადამიანები ცხოვრებას ხო დრო აღარ გვაქვს ფაქტიურად ჩარა მიხარე შეგვიძლია დავასრულოთ შენ დამატე თუ გინდა არაფერი არ მინდა დავამატო სამშაბათი მახსოვს დადებულია ეს წაღებულია ამას მე გადავამოწმებ აუცილებლად ეს იგი რომ ეს ტრადიცია უკვე რომ ეს დასასრულს ჩამომივარდეს და შემდეგ ერთი თვის მერე შევხვდები და გადავამოწმებთ მოკეთ იცი რა ოღონდ რა თქმა უნდა დადები კახი